ის რომ ეს სეზონი ერთ-ერთი საუკეთესოდ შეიძლება ჩაითვალოს გარკვეულწილად რამოდენიმე ასპექტით მინდა რომ გამოვყო ტურიზმი რომელიც ჩვენ ქვეყანაში წლებია ვითარდება ძირითადი ასე ვთქვათ destination ადგილი სადაც ტურისტი ჩამოდიოდა ხშირ შემთხვევაში იყო თბილისი და ეს არეალი ეს გეოგრაფია გაიზარდა რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სფეროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის რა თქმა უნდა შავი ზღვისპირეთი ყოველთვის იყო თბილისთან ერთად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონახულების ადგილი დასასვენებელი ადგილი მაგრამ ამ წელიწადი გამოირჩევა რეგიონების კუთხით ეს იქნება თქვათ კახეთი, სვანეთი, იმერეთი, სამეგრელო, რომელიც ასევე გარკვეულწილად ტურისტების კუთხით საინტერესო მიმართულება გახდა. ეს არის გარკვეულწილად შეიძლება ითქვას განვითარების პროცესი, რაც რეალურად სასურველი არის ჩვენი ქვეყნისთვის, რომ 4 სეზონი მთლიანად ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდეს და ეს ნაბიჯები არის გადადგმული. სამწუხარო ამაში ის არის, რომ ეს ნელი ნაბიჯები არის და არ არის სწრაფი და მეტი ჩართულობა არის ჩემი თვალსაზრისით საჭირო, მაგრამ ფაქტი არის, რომ რაოდენობრივად და ფისკალურად, რომელიც ციფრები ჩვენ გვაქვს, რეალურად და სექტემბერი ცხოვთა შორის ასევე გამოირჩევა უჩვეულობით, რაც სასტუმროებში დატვირთულობა ძალიან დიდი იყო, დიდი არის დღესაც თბილისში სეზონი ამ კუთხით ძალიან გამოირჩევა. რა ფაქტორებს უკავშირებთ მაინც ამ ზრდას და არსებულ სიტუაციას? რასთან არის ეს პირდაპირ მჭიდრო კავშირში? დიახ, პირველი ასე ვთქვათ, ზედაპირულად რო ვთქვათ, ინტერესი არის ქვეყნის მიმართ და ეს ინტერესი გამოხატულია იმ ახალი ქვეყნებიდან, რომელიც ასე ვთქვათ, გადაიდგა ნაბიჯები ინდოეთის მიმართ, ჩინეთის მიმართ, არაბულ ქვეყნებში გაძლიერდა ინტენსიურად ჩვენი ქვეყნის პროპაგანდირება და სამწუხარო ფაქტი რუსეთი ისე და ისე ურჩება, ასე ვთქვათ, ტურისტების რაოდენობა. ეს ფაქტი ამას თავისი ძალიან დიდი დადებითი მოიტანა ციფრებს თუ შევხედოთ. აქვს გარკვეული უარყოფითი მომენტიც ის კულტურა, რომელიც ჩვენ გვაქვს და გასტრონომია, რომელიც სფეროსაც მე წარმოვადგენ, სამწუხაროდ ამ ქვეყნებიდან, რომელიც ჩამოთვალეთ, დიდი ინტერესს არ წარმოადგენს და ხშირი არის რაღაც დისონანსი მათთვის შეუგულებლობა. და ეს გარკვეულწილად ჩვენი ქვეყნისთვის გამოწვევა არის, ხო? საქართველოს ტურიზმის კუთხით აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებები, რაც საინტერესო არის ჩამოსული ადამიანისთვის და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასტრონომია არის და თუ ეს არ იქნება მიღებული გასტრონომიაში გულისხმობა, როდესაც ჩვენი კერძები, ასევე რა თქმა უნდა, ქართული ღვინო და შესაბამისად ამის მოხმარება და ამ მიმართულებით რა თქმა უნდა დაინტერესება დიდი უნდა იყოს იმ ქვეყნებიდან, რომელიც ქვეყნიდანაც ჩამოდის სტუმარი და შესაბამისად აი აქ გარკვეულწილად რაღაც აცდენა გვაქვს. ეს კულტურული შეუსაბამობა რაში გამოიხატება? არ ხარჯავენ ფულს ქართულ გასტრონომიაში? დიახ, შეუსაბამი ერთი, რა თქმა უნდა, ფაქტორი ეს არის და შემდეგ მეორე მათ კულტურაში ალკოჰოლი ნაკლებად გამოიყენება, ხშირ შემთხვევაში ღვინო და ასევე ქართული კერძი, რომელიცაც მიუჩვეველი არის ამ შემთხვევაში და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ინტერესი არსებობდეს, მათი კულტურისთვის, მათი მიმართულებისთვის ცოტა შეუსაბამო არის და ხშირ შემთხვევაში ითხოვენ სასტუმროებში თავიანთ მზარეულს. ზოგადად რამდენად დიდი როლი აქვს გასტრონომიას ტურისტების მიმართულებით? მე შეიძლება სუბიექტურად ჩამთვალოს ადამიანმა, მაგრამ ვფიქრობ, ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ნახეთ, ჩვენ სადაც დავდივართ პირობითად სამოგზაუროდ, ხშირ შემთხვევაში ეს არის ისეთი ქვეყნები, რომელიც გამოირჩევა ისტორიული ვთქვათ არქიტექტურული შენობებით და მის სანახავად დადიხარ, დასასვენებლად დადიხარ და ქართველი ადამიანი ასევე რა თქმა უნდა გარკვეულწილად სხვისი სამზარეულოს გაცნობის სულს წარმოადგენს. ჩვენთან ეს პირველ ადგილზე დგას. ამით პოზიციონირებთ თან. დიახ, ანუ იქედან გამომდინარე, რომ სრულიად განსხვავებული და სრულიად აუთენტური არის ჩვენი, ასე ვთქვათ, გასტრონომია და ჩვენი კერძები. გარკვეულწილად ეს ძალიან დიდ ინტერესს იჩენს და ნელ-ნელა ფეხს იკიდებს ასევე და სასიამოვნოა ეს ძალიან და აუცილებელია მის ხელშეწყობა რეგიონებში გასტრო მიმართულებების ტურიზმი, როგორც დაგინახავთ და ჩვენს მაყურებელს უნახავს ხშირ შემთხვევაში ღვინის გზა და ვთქვათ ყველის გზა, ასევე არის
მნიშვნელოვანი რომ განვითარდეს ამ მიმართულებით სხვადასხვა, თქვათ შეიძლება ხინკლის გზა დაერქვას, შეიძლება რაღაცა რეგიონების მიხედვით ის რაც აუთენტური არის რეგიონისთვის, აი მისი გზა დაერქვას და გარკვეულწილად ეს უნდა განვითარდეს, რომ ის თვითყოფადობა რაც გააჩნია ჩვენ ქვეყანას ტურიზმმა არ გადაყლაპოს და არ შექმნას ისეთი სიტუაცია, რომელიც უკვე გარკვეულწილად რაღაც დამახინჯებული ინდუსტრიული გასტრონომია იქნება. მაინც რომელი ქვეყნის ტურისტებს მოსწონთ ყველაზე მეტად ქართული გასტრონომია? ძალიან სასიამოვნოა ეს კითხვა. ევროპელებს მოწონდა ჩვენ იმ გზაზე უნდა გავაგრძელოთ სულა, სადაც ვართ და ვიყავით და უნდა ვიყოთ და შესაბამისად ეს ხალხი არის ყველაზე მეტად დამფასებელი ამ ჩვენი კულტურის, ამ ჩვენი გასტრონომის და შესაბამისად ის ადამიანები, რომელიც წელს ძალიან გვაკლდა, აუცილებელი და მნიშვნელოვანი არის, რომ ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდეს. თქვენ ასევე საუბრობთ კერძო სექტორში უკაცრავად არსებულ ფასებზე. რამდენად მისაღები ფასები არის დღეს საქართველოში არსებულ რესტორნებში? რამდენად შეესაბამება ეს ფასი ხარისხს და მომსახურებას? როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვისაც. დიახ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადგილობრივი მომხმარებლის აზრი. მიუხედავად ჩვენ ვითვლებით ქვეყანა, რომელსაც გვაქვს ძალიან კარგი გასტრონომია და ქართველებმა ვიცით კვება, მაგრამ ყველაზე ნაკლებს ადამიანი კვებაში ხარჯავს ქართველი სამწუხაროდ. მისთვის ეს მნიშვნელოვანი თემა არ არის და თუ გადახედავ დღის განრიგს, რამდენჯერ იკვებები და რას იკვებები ადამიანი, აქედან გამომდინარე დასკვნა მარტივი გასაკეთებელი არის. და აქ მოდის შემდეგ შესაძლებლობა, რომ რაზე არის ეს დამოკიდებული, ეს ფინანსური პრობლემა არის, რომ არ შეუძლია ის იკვებოს, რაც უნდა და რაც აუცილებელი არის, თუ დროის მომენტი არის, თუ კულტურა არის, სადაც მაგალითად მე ხშირად მithქვავს ხუმრობით, რომ უცხოელი ჭამს მაშინ როცა შეა, ქართველი ჭამს მაშინ როცა კეიფობს. და შესაბამისად ეს გარკვეული პრობლემა არის, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა რომ თქვენი ჩემი ჯანმრთელობა დაცული იყოს და სტანდარტები დაცული იყოს, კვება ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება იაფი. და ის ფასები, რომელიც არის, შესაბამისად უნდა იყოს მაშინ შესული ის მომსახურება, სერვისის სტანდარტები, რომელიც აუცილებელი და მნიშვნელოვანი არის თქვენი და ჩემი ჯანმრთელობის დასაცავად. აქ უშუალოდ ალბათ კვების საკვები პროდუქტების ხარისხს გულისხმობთ, მომსახურებას რაც შეეხება, რამდენად დიახ, შესაბამისად ეს თემა ყოველთვის აძვირებს არსებულ სიტუაციას. ჩვენთან პრობლემა, ჩემი აზრით, არ არის ფასები, ჩვენთან პრობლემა არის ხელფასები. რადგანაც საშუალო ფენა სამწუხაროდ არ არის და არ არის ძლიერი, შესაბამისად მასთვის ხელმისაწვდომობა ყოველთვის რთული არის იმ ფასებთან მიმართებაში. ეს არის ერთი მიმართულება და მეორე და მნიშვნელოვანი მიმართულება, რაცაც სერვისი ქვია, აქ სამწუხაროდ დიდი დისონანსი გვაქვს და არ ემთხვევა ფასები შესაბამის სერვისს. ამ კუთხით ძალიან დიდი ნაბიჯი უნდა გადაიდგას კერძო სექტორში და ჩვენ სფეროში, რომ გარკვეულწილად ამაღლდეს ამ კუთხით ვითარება და ეს უმნიშვნელოვანესი ერთ ამაში მარტო კერძო სექტორი არ უნდა მონაწილეობდეს. უნდა მონაწილეობდეს სახელმწიფო საზოგადოებაც კი და რაც გულისხმობს სახელმწიფოს და საზოგადოების მონაწილეობაში. როდესაც რესტორანში არ მოწონს ადამიანს რაღაც მიმართულება ეს სერვისი არის, აუცილებლად უნდა იყოს ამაზე ხმამაღლა ნათქვამი და იქ არ უნდა იყოს რომ ვიღაცას სამსახურიდან გააგდებენ ან რაღაც პრობლემა შეექმნება. ესე იქმნება ბიზნესის ჩვენმა საზოგადოებამ დღეს რაც მიღწევა გვაქვს ჩვენ ამ სფეროში და განვითარება, ზუსტად საზოგადოებამ შექმნა ის მოთხოვნები რაც საზოგადოებას გაუჩნდა, შემდეგ არის ბიზნესი ამაზე ორიენტირებული. პირიქით სამწუხაროდ არ ხდება ჩვენს ქვეყანაში, რომ ხშირ შემთხვევაში რომ ბიზნესი აძლევდეს, თქვათ რაღაც მიმართულებით საზოგადოების მოთხოვნა იწვევს ყოველთვის და კონკურენცია იწვევს ყოველთვის განვითარებას. შესაბამისად, სერვისის განვითარებისთვის და ის რომ რაზედაც საუბრობთ, რომ გასტრონომია ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის, აქ სახელმწიფოს ჩარევა არის მნიშვნელოვანი, რომ დღევანდელი კერძო სექტორთან ერთად დღევანდელი ვითარება და დღევანდელი დამოკიდებულება რაც არსებობს, სახელმწიფომ ამის პროპაგანდირება აუცილებელი და მნიშვნელოვანი, რომ ადამიანები, რომლებიც ამ სფეროში ხშირ შემთხვევაში დასაქმებულები არიან, სამწუხაროდ მათი მთავარი სამუშაო ეს არ არის. ანუ მათთვის ეს გარდამავალი პერიოდი არის. თქვათ, მზარეულობის მიმართულებით დროებითი სამსახურია, როგორც წესი ამ სფეროში დასაქმებულთა. მზარეულობის კუთხით გვაქვს ჩვენ დადებითი შედეგი, რომ გარკვეულწილად ეს პრესტიჟული სამსახური გახდა, მაგრამ სხვა მიმართულებებით სამწუხაროდ ესეთივე ვითარება არ აქვს და აქ სასწავლებლების, პროფსასწავლებლების გახსნა ამაზე მუშაობა მნიშვნელოვანია და ამას კერძო სექტორი მარტო ვერ შეძლებს სამწუხაროდ.